განახლებული სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად ყოფილი ნაციონალური მოძრაობა ძალიან მალე შეიძლება დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ნაციონალური მოძრაობის გავლენიანი მაღალჩინოსნის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ ექსკლუზიურად არჩევანში. წასვლიდან 3 წლის შემდეგ, რას ფიქრობს ზურაბადეიშვილი ყოფილი სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკურ შანსებზე? რა თქმა უნდა, ამ ახალ გუნდში შეიძლება არ იყოს ბევრი ძველი სახელი. სათხედავს მოქმედი ხელისუფლების ადგილს. ოპოზიციაში. რა შესთავაზა ადეიშვილს ბიძინა ივანიშვილმა? ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური კორუფცია და შესაბამისად ასეთ კარიგებაზე მე არასოდეს არავისთან არ დავიდრე. და რა დავალებებს აძლევდა ბიზნესმენი ივანიშვილი სააკაშვილის ხელისუფლებას ღია პოლიტიკური თამაშის დაწყებამდე? შეთანხმებული ხელისუფლების გადაბრებისგან რა თქმა უნდა მეიღო უარი. ადეიშვილმა დუმილი დაარღვია და რუსთავიორთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ილაპარაკა ყველაფერზე. ციხის სკანდალურ კადრებზე. ციხეში იყო სერიოზული პრობლემები. 7 ნოემბრის აქციის დაშლაზე. გადაჭარბებას ძალისას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. სანდრო გირგვლიანის საქმეზე ეს იყო ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც მაშინ გაჩნდა ჩვენი ხელისუფლების მიმართ. და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე. ცალსახა რომ ის რაც მოხდა იქ ნამდვილად საქმეში არის. რას ამბობს საქართველოს მთავრობის მიერ ძებნილი ადეიშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე? ფაბრიკაცია შეიძლება დაერქვას თორედ იმ საქმეს, რომელიც ჩემს წინააღმდეგ არის აღძრული. როგორ აფასებს ყოფილი მთავარი პროკურორი პროკურატურის დღევანდელ მუშაობას? პროკურატურა აგებს ბრძოლას კრიმინალთან და კორუფციასთან. და რას ფიქრობს ადეიშვილი თეატრულუკიანზე? შემდეგი კითხვის შეიძლება. სად მუშაობს ზურაბ ადეიშვილი და ვინ აფინანსებს მის ცხოვრებას უცხოეთში? მოგვიწია ამბინის გაყიდვა. რატომ ფიქრობდა ყოფილი მინისტრი გადადგომაზე? ფიქრია და ძალიან ბევრჯერ მიმიღია კიდევაც გადაწყვეტილებები. შეიძლება შეცდომაც იყო რომ ეს გადაწყვეტილებები ბოლომდე არ მივიყვანე. ყოფილი ხელისუფლების გავლენიანი მაღალჩინოსანი ღია დალაპარაკდა იმ შეცდომებზე, რომელიც მისმა გუნდმა დაუშვა და რომელმაც არჩევნები წააგებინა. ჩვენ ბევრ შემთხვევაში დავაგვიანეთ. რატომ ფიქრობს ადეიშვილი, რომ ქართული ოცნების არჩევიდან 3 წლის შემდეგ ხალხის პოლიტიკური გემოვნება შეიცვალა? მამულშვილმა მიიღო ძალიან კარგი გაკვეთილი. ის, რაც დღემდე არ მოგისმენიათ. ზურაბ ადეიშვილის პასუხები სამშაბათს 9 ივნისს აქ რუსთავიორზე არჩევანში.